რა არის SEO და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? დღეს როცა თითქმის ყველაფერი ინტერნეტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ვებგვერდი იყოს პირველი ვებგვერდი და აქ გვეხმარება SEO. რა არის SEO? SEO ნიშნავს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას, ხოლო SEO-ს მიზანი არის ის ეხმარება თქვენს ვებგვერდს Google-სა და სხვა საძიებო სისტემებში მალე გამოჩნდეს. შედეგი მეტი ადამიანი ნახავს და წაიკითხავს იმას, რაც გაქვთ. რატომ არის SEO მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ხილვადობა, ვინც Google-ში პირველი ვებგვერდზე გამოჩნდება, იმას ნახულობა, ინტერნეტჩინები კი იკარგებიან. ღირებულება შენ საიტს დიდი ღირებულება შეიძლება გქონდეს, მაგრამ თუ ხალხი ვერ პოულობს, თითქოს არ არსებულია, ხოლო შედეგი SEO-ს დახმარებით შენი შრომა არ დაიკარგება. მეტი ადამიანი ნახავს შენს შინაარსს და შენს ვებგვერდზე განთავსებულ კონტენტს. რა არის საკონტენტო სიტყვები? ეს ის სიტყვები, რასაც ადამიანები Google-ში წერენ, როცა რაღაცას ეძებენ. როგორ მუშაობს, როცა შენ სტატიაში ეს სიტყვები გეუბნებიან წერილი, Google ხვდება და ამის მიხედვით გაპოზიციონირებს. სწორედ ეს არის საკონტენტო სიტყვების ძალა, რის საშუალებითაც შენი ვებგვერდი პოზიციონირდება. ეფექტური SEO-ს ელემენტები არის სათაური და აღწერა, მოკლე კონკრეტული და თემასთან შესაბამისი სათაურები ბევრს ნიშნავს. ტექსტი უნდა იყოს მარტივად და გრამატიკულად გამართული. ხოლო ასევე მნიშვნელოვანია, რომ კარგად დაყოფილი სათაურები და სურათები აუმჯობესებს კითხავადობას, ხოლო სიჩქარე ვებგვერდი უნდა ითვლებოდეს სწრაფად და მორგებული უნდა იყოს მობილური ვერსიაზე. რა შესწავლას უნდა ვერიდოთ? ცუდი სათაური, არ უნდა იყოს სათაური გაუმართავი. მომზადებელი ტექსტი უნდა იყოს მომზადებული და გრამატიკულად გამართული, ასევე სიჩქარე. თქვენი ვებგვერდი უნდა ითვლებოდეს სწრაფად და თუ თქვენი ვებგვერდი არ ითვლება სწრაფად, თქვენ ვებგვერდზე ხილვადობა არ იქნება. რისთვის ვიყენებთ SEO-ს? SEO-ს არ აქვს კონკრეტული შინაარსის შეზღუდვა. თუ ინტერნეტში ხარ და ვებგვერდი გაქვს, SEO აუცილებლად გჭირდება. SEO სტრატეგია არის მოვიპოვოთ საკონტენტო სიტყვები და შევქმნათ ხარისხიანი და შინაარსიანი კონტენტი ვებგვერდზე. რაც მოიტანს მეტ ხილვადობას ვებგვერდზე და მეტი მნახველი იქნება თქვენს ვებგვერდზე, რაც უდრის მეტ კლიენტს და მეტ შემოსავალს. SEO ეხება ყველას, ვისაც რომ საკუთარი ვებგვერდი დააპოზიციონიროს და გამოჩნდეს ვებგვერდზე, ხოლო მეტისთვის გამოყევი და შემდეგი ვიდეო იქნება, როგორ ვიპოვოთ საკონტენტო სიტყვები.